კი მართალია რომ აქ მთავარი პრობლემა იყო სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედება. შეიძლება ითქვას რომ ჩვენზე ლიბერალური სავიზო პოლიტიკა აქვს მხოლოდ ანტარქტიდას, რომელსაც საერთოდ არ აქვს არც ხელისუფლება, არც სავიზო რეჟიმი, იმიტომ რომ ყველა შეუძლია საქართველოში შემოსვლა, შეუძლიათ შემოსვლა 1 წლით. ეს ადამიანები შემოდიან, მათ ვერ აკონტროლებს სახელმწიფო და შემდეგ უკვე, როდესაც არსებობს სამართალი და კანონი, ადამიანების რეაქციებზე ვერ იღებს სახელმწიფო ვერანაირ პასუხისმგებლობას და ზუსტად ეს ვიხილეთ, ხო? მე რასაც ვხედავ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენი ხშირად გაყოფილი საზოგადოება, არა მხოლოდ პოლიტიკურად აქტიური საზოგადოება, არამედ ზოგადად ადამიანები სხვადასხვა რეგიონში, დაახლოებით ერთსა და იმავე აზრზე არიან, რომ კი არავის არასდროს საქართველოში არ სიამოვნებს იმ სცენის ყურება, როცა კაცი ნებისმიერი მიზეზით ურტყამს ქალს. თუმცა ასევე ამავე ადამიანებს არასდროს არ სიამოვნებთ იმის ყურება, როგორ ასხამს რაღაც გაურკვეველ სითხეს სტუმარი, რომელიც უნდა იყოს წესით სტუმარი და სინამდვილეში არის ოკუპანტი, ადამიანებს, რომლებიც ზიანს სუფრასთან. ყველა მიცის ეს რა ტრადიციაც არის, ხო? შესაბამისად ეგ იყო, რომ აქ ბრალი არის არა კონკრეტული ადამიანის, არა მხოლოდ სასტუმროსიც, არამედ სახელმწიფოსი, ხო? გავრილოვის ღამესაც ეს იყო, ზოგადად როდესაც რუსები შემოდიოდნენ, ყოველთვის ეს იყო, შემოუშვებდნენ ადამიანებს და შემდეგ ამბობდნენ, რომ ჩვენ რა ისინი ხომ ტურისტები არიან. კი ბატონო და ფიქრია ჩიხრაძემ გაიხსენა 2022 წლის პუტინის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, როცა საზოგადოებამ გამოხატა თავისი ესეთი ძალიან სამართლიანი შიშები და აღშფოთება, რაოდენობით რუსი შემოდიოდა ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ყობახიძე გამოვიდა და სტუმარ-მასპინძლობის არცოდნაში და ზოგადად უპატივცემულობაში დაგვდო ბრალი და გასაგებია ეს რა ხელისუფლებაცა